და გას მოყვარე სახელითა მამისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის ჩემო ძვირფასებო რომ ეს დილა გაგვითენდა მშვიდობიანი. ცხელა მაგრამ არა უშავ, წარღვნა ხო არ არის ხო? ხომ ჯანმრთელად ვართ ხო? თვისყალობით მოვედით ეკლესიაში, ვთქვით აღსარება, მივიღეთ წმინდა ზიარება, მარხულობთ, ვინც არ ზიარებულ ხართ მომავალ კვირას ან პეტრე-პავლობას, მაინც ეზიარეთ. მე ბუნებრივია ისე მინდა დაუბრუნდე იმ გარკვეული მოვლენების გაანალიზებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც მოგესწრებათ ენას ძვალი არ აქვს და ვისაც ესმის, არ ესმის ბიბლია, სახარება, ღმერთი, უღმერთობა და საერთოდ რამე გაიგება თუ არ გაიგება, ყველა დებს კომენტარს, ყველა რაღაცას ამბობს, ყველა ვიღაცას შუას ასწავლის, ამბობს რომ ამის ბრალია, იმის ბრალია, ღმერთმა დაგვსაჯა, არ დაგვსაჯა, მოკლედ ძალიან ბევრი კომენტარები დღეს კიდევ სოციალურ ქსელში მოგესწრებათ რა ხდება. სამწუხაროდ პატრიარქმა თქვა წარმოსთქვა ქადაგება მისგან ნაკადაგებიდან რაღაც გარკვეული ერთი კონსტექტი ამოიღეს რაღაც გარკვეული ნათქვამი ის სალაპარაკო გახდა ანუ ისეთი უგუნურები ვართ რომ უკვე პატრიარქის ქადაგებაც აღარ გვესმის და ყველაფერს ჩვენებურად ვიგებ მე ძალიან მეშინია იგივე შეიძლება ეს დამემართოს ამიტომ მე კომენტარებს დღეს არ გავაკეთებ კომენტარები თქვენთვის მომინდია წყარო კომენტარებისა ყოველთვის არის წმინდა წერილი თუ შენ ქრისტიანი ხარ წყარო უნდა მოძებნო წმინდა წერილში და ამ წყაროს განმარტება უნდა ნახო იმ მამებში, ვინც არის მართლმადებლობის ბურჯი. ასე რომ აი თქვენ გთხოვთ რომ მომისმინოთ და მე თქვენ ანალიზი გააკეთეთ და თქვენს ოჯახებში იქნება, სამსახურებში თუ საცა იქნება, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გაემეოროთ. ძველი აღთქმა. ღმერთი ქმნის ადამიანს, გინდა ნორმებზე გესაუბროთ და არჩევანზე. ადამიანის ნორმა რა არის? ღმერთი ეუბნება რომ თუ აი ამ გარკვეულ საკვებს შეჭამ მოკვდები. ანუ არჩევაზია საქმე, შეგიძლია მოკვდე, შეგიძლია არ მოკვდე. ღმერთმა არჩევანი დაუდო ადამიანს. ეს არის ადამიანის თავისუფლების ზენიტი. ადამიანმა აირჩია სიკვდილი. თვითონ აირჩია სიკვდილი. თუმცა მას შეეძლო არ მომკვდარიყო. ეხანდახან გეკითხებიან ხოლმე რატო გააკეთა ღმერთმა ეს ხო შეეძლო, ხო იცოდა და შეეძლო, მაგრამ თავისუფალი ხარ, ხატება და მსგავსება ხარ და გეუბნება შვილო, თუ ამას გააკეთებ, მოკვდები და შენ მაინც და მაინც ამას აკეთებ და კვდები. ადამიანის შემდგომი პერიოდი ქრისტემდე. არჩევანი აღარ არის, ყველა კვდება. ადამიანი როგორც კი იბადება, უჟილოებას აშინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა დედამან ჩემმან. ძველი აღთქმის ფსალმუნი 50. ანუ არჩევანი შენ უკვე აღარ გაქვს, კარგი ხარ, ცუდი ხარ, როგორც კი იბადები, კვდები, მიდიხარ ჯოჯოხეთში. აბრაამის სიაღია მართლებისთვის და ტანჯვარის ცოდულებისთვის. ანუ არჩევანი უკვე დაკარგულია. ყველა ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში. გასაჩნელი მდგომარეობა. ახალი აღთქმა მოდის განკაცებული ღმერთი და გეუბნება რომ თუ გსურს ხონება შემომიდექი მე ისევ ახალი ფორმა ისევ განახლებული კავშირი ღმერთთან რელიგარე ლათინურად რელიგიოს ეს არის განახლებული კავშირი ღმერთთან შეწყვეტილი კავშირი განახლდა და ღმერთი გეუბნება ეხლა გინდა ცხონება გინდა გადარჩენა გამომყევი მე არა მოსეს არა აბრაამს არა ზარათრუსტრას თქვა და ან რომელიღაცა ოლიგარქს არამედ გამომყევი მე არჩევანი როგორი გავაკეთეთ ეხლა გადაავლეთ თვალე თქვენს ცხოვრებას რაც შეეხება იმ გამონათქვამებს რომ ღმერთი არის დამსჯელი კი ბატონო ძველ აღთქმაში ღმერთი არის დამსჯელი და როგორ სჯის ადამიანებს წაირღვნა თელი კაცობრიობა გაირღვნა ესე იგი ვისაც გინდა რომ გაიგოთ რა არის მეორეთ მოსვლა და რა პერიოდი იქნება მეორეთ მოსვლა წაიკითხეთ ნოეს ცხოვრება აი ნოეს პერიოდი როგორც იყო ნოეს დროს ასევე იქნება ძეკაცისას მოსვლის პერიოდში ნოე უკვე ასაკშია ქადაგებს მთის წვერზე აშენებს კიდობანს და ხალხი არის უაღრესად გარყვნილებაში აი როგორც დღეს არის ხო ერთსქესიანი ქორწინება უკვე LGBT მაიმუნობა და ქადაგებს დაისჯებით ხალხო იცოდეთ ღმერთი იქნებოდა უსამართლო რომ არ გაერთხინებინა ხალხი ასე ვთქვათ ნოეს პირით და არ შეექმნა კიდობანი იტყოდა ხალხი არ გაუფრთხილებივართ საშუალება არ მოგცა გადარჩენის აფრთხილებდა ღმერთი 120 წლის განმავლობაში პატარა პერიოდი არა საუკუნეზე მეტია
და აშენებს კიდობას, რათა ოდნავი პატარა რუც კი არ ჩამოდის ახლო და დასცინიან გამომვლელი, რომ ისე გამოთაყვანდაო ესო, რეებს ლაპარაკობსო. აი როგორც ახლა პატრიარქზე თქვა ბევრმა, რომ მოხუცდაო ეს კაცო და რეებს ლაპარაკობს, უყურებთ ერთიო კაცო. რა ცოდვები, რისოდვები ახლა ზოპარკში რო ცხოველები დაიხსნენ, ეს რა შუაშია თქვა ზოპარკი და ეს რა მოხდა და ეს რა უბედურება არისო. პატრიარქმა იქადაგა და იქიდან ამონარდი მიიღეს ამათ სხვანაირად სამწუხაროდ. ანუ პირველი წარღვნა დასჯა მოხდა გარყვნილების ცოდვების გამო. როცა მოხდა უკვე კიდობნიდან გამოსვლა, ღმერთმა შეხედა აი ამ სამყაროს გადარჩენილ ხალხს და თქვა შემდეგი სიტყვები, რომ ადამიანი დაბადებიდანვე ცოდვისკენ მიიდრეკილია და მე ამის გამო წარღვნას აღარ მოვავლენ და გამოსახა ცისარტყელა ნიშნად იმისა, რომ თქვენს გამო ეს აღარ მოხდება. რატო? ვიცი ვინც ახართ, რაც ახარ და თქვენ მაინც არ გამოსწორდებით უმრავლესი თქვენთაგანი და ამის გამო მე აღარ დავსჯი ქვეყნიერებას. ხო ხვდებით, მან წინასწარ იცის, რომ ნოეს სამი შვილი და მათი შვილიშვილები იგივე გარყვნილებით გააგრძელებენ ცხოვრებას და თქვა, ანუ ნუ იტყვით, რომ ამის მერე რაც ხდება, ეს თქვენი, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული სასჯელია. აბა რა ხდება ახალ აღთქმაში უყურეთ ახლა. ახალ აღთქმაში განკაცებულ ღმერთს მოახსენებენ, რომ სილოამის გოდოლიო ჩამოიქცაო და 18 კაცი მოიყოლაო შიგ. ეხლა ჩვენი გაგებით, ჩვენი მოძღვარი რო იყოს, ვინმე იტყოდა, რომ აი ხედავთ როგორ დაისაჯნენ ეს ცოდვილები იყვნენ და თქვენს ქრისტე ამბობს, რომ ისინი თქვენზე ცოდვილები არ იყვნენ, მაგრამ თუ თქვენ არ შეწყვეტავთ უჯულოების ჩადენას და არ მოინანიებთ, თქვენც იგივე დაგემართებათ. აი ეს ორი კომენტარი, მე და შეგვიძლია ჩვენ შემდეგი სწავლება ჩამოვაყალიბოთ. არჩევანი შენზეა. ღმერთმა გითხრა, რომ მე შენს გამო წარღვნას აღარ მოვავლენ, მაგრამ თუ არ მოინანიებ, აუცილებლად დაიჯები. ოღონდ მე კი არ დაგჭი, არამედ არჩევანი არის შენზე. შენ აირჩიე სიკვდილი, აი ამ სიკვდილის დაქვემდებარებაში ხარ და შენ თვითონ მოიწვიე სიკვდილი. ღმერთს არ შეუქმნია, დაუშვა ღმერთმა, იმიტომ რომ შენ გინდა სიკვდილი. გითხრა მოკვდები, აკეთებ იმას, რომ მოკვდე. თუ შესწოდავთ, ღმერთი გეუბნება, დაიხოცებით თქვენ სოდვებში. ავიღოთ ნარკომანია, ავიღოთ ლოთობა, ავიღოთ აი ძალიან მარტივად გეტყვით ახლა მოხდა ავტოკატასტროფა. არ დაიცავი წესები, დაჯექი ნასვამი, გადავარდი ხრამში. ვინ არის დამნაშავე, ვინ წესები დაწერა, რომ არ გადავარდე ხრამში და ამდენით უნდა იარო და იმდენით უნდა იარო და არ დალიო, თუ ის რომ მაპატი და ფეხებზე მკიდია ყველაფერი, დალიე გადავარდი. ღმერთმა დასაჯა, ავტოინსპექციამ დასაჯა, თუ თვითონ დაისაჯა თავისი თავი. კოლოფზე რო აწერია, რომ კლავს და შენ ეწევი და გაიგებ რამოდენიმე წელიწადში, რომ მოხვალ მე ნიანგის რემლებით ამაო გადამეხადე ჯანმრთელობის პარაკლისი, რომ მითხრეს ექიმებმა, რომ სისხლში ცვლილებები მაქვს, ვისი ბრალი იქნება, მითხარით ახლა ეს. ღმერთმა დაგსაჯა, თუ შენ დასაჯე შენი თავი. ასე ვქნა თქვენ გააკეთეთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ახლა ვიღაცა იტყვის, ღმერთს ხო შეუძლია რომ შეაჩეროს, გეუბნება ღმერთი, შეგახსენებს, მაგრამ არ ერევა შენს თავისუფალ ნებაში. იმიტომ რომ როგორც კი ღმერთი ჩაერევა შენს თავისუფალ ნებაში, ის გამოდის უსამართლო. ღმერთი არის სრული სამართალი. მას უფლება არ აქვს, რომ შენს ცხოვრებაში ჩაერიოს. იმდენად დიდი თავისუფლებაა ღმერთი, იმდენად პატივისცემს შენს არჩევანს. როგორც კი ღმერთი ძლავრებითად ჩაერევა ადამიანის ცხოვრებაში, ეშმაკი მივა და ეტყვის, რას აკეთებ? შენ ღარ ღმერთი, შენ ხარ სიმართლის ღმერთი. ადამიანს სიკვდილი უნდა და შენ რატო ეღობები? რატო უშლი ხელს სიკვდილში? მან გაჩეხა ტყე, მან ეკოლოგია დააზიანა, მან მოწამლა ჰაერი, მოწამლა მდინარე, უგუნური პროექტები შეადგინა, მოაწყო რაღაც სისულელე, ბაჰკანალია ქვეყანაში, ღვთისმშობლის წილყვეთ ქვეყანაში, მოაწყო გეი პარადები, მოაწყო ზეობა ცოდვის და შენ კიდე გინდა რომ ამ ადამიანების ცხოვრებაში ჩაერიო და შეაჩერო რამე. უფლება არ აქვს შენ ღმერთო, იმიტომ რომ შენ თავისუფლება ხარ და შენ პატივისცემ თავისუფლებას და ვერ ჩაერევი მის ცხოვრებაში და არ ჩაერევა ღმერთი. იმიტომ რომ უფლება არ აქვს ამის. აი დღეს უყურეთ, მე არ ვიცი თქვენ აკვირდებით თუ არა, მანქანით რომ დავდივართ ფეხით, ადამიანებს სახეში უყურებ, მინდა რომ რაღაცა ცვლილება დავინახო. ადამიანები კი ვხედავ რაღაც შეშინებულები არიან და ზოლიანი აფთრისა ეშინიათ და არარსებული ლომის თუ ვეფხვის დაკარგულია თუ არ არის. უგუნურმა ზოოპარკის დირექტორმა ისიც არ იცოდა ვითომ რომ ამდენი ლომი ყავდა, მაგრამ ეხლა ბიზნესი ქონდა იქ, შავი ბიზნესი ამ ცხოველების, რომ ვერ გაიგო რამდენი ცხოველი ყავდა და პატრიარქმა რო თქვა ეს უსჯულოებაო, პატრიარქს დასცინეს და კაცმა რომელმაც დამალა ვეფხვი იყო თუ არა გარეთ და კაცი შეჭამა ვეფხმა დაგლიჯა,
იმას პასუხისგებაში არ აძლევენ. მე კი არ მინდა, მაგრამ ეს ხო უსამართლობაა ჩემო ძვირფასებო. პატრიარქს განეკითხავენ და ზოპარკის დირექტორი კი და ყოველდღე ტელევიზორში ყავთ და სანიმუშო პიროვნებად გამოყავთ. როგორ უყარს ცხოველები თურმე. მისი შემოსავლის წყაროა და წილში ყავს ძალიან ბევრი ადამიანი და იმიტომ უყარს ის ცხოველები. ამას ძნელია ჩემო ძვირფასებო ამის მიხედრება. ნახეთ სოციალურ ქსელში როგორი ფოტოები იდება, სასულიერო პირები როგორ არიგებენ კოკაკოლებს და ტკბილი ქვეყნის ნაწარმს. ძალიან კარგი სასულიერო პირი იქ უნდა იყოს, მაგრამ ამ ყველაფრის აფიშირება, რომ აი მე იქ ვიყავი, ჭუჭყიანი ანაფორით როგორ დგევარ, აი როგორ ვეხმარები, როგორ ამომყავ. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ დავდოთ კომენტარი, რომ ესე აღარ დაგვემართოს ხალხო. ექიმთან რომ მიყავდა სიცხეები გაქვს და რომ მოგცა წამალი და დაგიწია, არის იცი რომ ერთ თვეში ისევ მისასვლელი გახდები ექიმთან. როგორი ახალგაზრდები ყოლია, რა კარგები არიან, როგორი ერთობა გამომჟღავნდა. რა თქმა უნდა, ერთობა გამომჟღავნდა, მაგრამ სად გაქრა ეს ერთობა ხალხო? ის ახალგაზრდები სად არიან ახლა? მარხულობენ, ამბობენ ახსარებას თუ ღამის კლუბებში არიან და თავს იწონებენ იმით, როგორ გამოვიდნენ ქუჩაში და ლაფი როგორ გახვეტეს და როგორ იპოვნეს რაღაცეები. ეს უნდა გაკეთებული იყო, მაგრამ თუ ჩვენ არ მივხვდებით წყარო ჩვენი დასჯისა, ჩვენი გადაგვარებისა, ჩვენი უბედურებისა, საიდან მოდის, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ქრისტემ თქვა, თუ თქვენ არ მოინანიებთ, იგივე დაგემართებათ. ამაზე მეტი რა უნდა თქვას? იმიტომ კი არა, მე დაგჟითო, თქვენ დაგემართებათო, იმიტომ რომ თქვენ არჩევანი გააკეთეთ ძალიან ცუდი. მე მეგონა, ასე გრუპყიოთ ხანდახან ჯერა ხოლმე, რომ ორი იმდენი სხვა ხალხი არ მინდა ის დაკალგური მრევლი მაინც მოვიდა და მეტყოდა მამა გიორგი როგორი ცოდვილები ვარ და ეს ჩვენ გამოხდა ეს ყველაფერი. არც ალიათ არ მოდიან. არ არის მთავარი ჩემო ძვირფასებო გეტყვით. არ არის მთავარი სიარული ეკლესიაში. კარგია, მაგრამ მთავარი არ არის. შენ თუ სახში გამოსწორდები და სახში იმკურნალებ, სახში გამოსწორდი. მაგრამ თუ ყოველ კვირა ეკლესიაში ბავშვი მოგყავ მარტო და აზიარ და შენ არაფერს არ აკეთებ, არაფერი გეშველება, ის ბავშვიც გაიქცევა შენგან, იმიტომ რომ რა ხელი აქვს ნათელს ბნელთან ბავშვი ნაზიარები უფალთან არის და შენ ცოდვილს 2 წლის უზიარებას გიჭირავ ხელში ის. ცოდო არ არის ბავშვი რომ დაბანო და შენ მიიყუტო ჭოჭყიანმა გულზე, არ დაისვრება ბავშვი ისევ. ბავშვი ხედავს სახში შენ ქმედებას როგორ იქცევი და აღარ მოდის ეკლესიაში, იმიტომ რომ შენ ატყუე ხმა, შენ არ ლოცულობ, არ იქცევი კარგად და ბავშვს დაატარებ ყოველ კვირა წირვაზე. ხან ხელით და ხან მუჯლუგუნებით. რომ გაიზრდება მერე გარბის. რატო გარბის? იმიტომ რომ ვერ ხედავ შენში ქრისტიანობას. არანაირი ცვლილება არ არის შენში. და განიკითხავ სხვას და სხვაზე ლაპარაკობ ძალიან ცუდ რაღაცეებს. აი ჩემო ძვირფასებო, მე არ ვაკეთებ კომენტარს, მე ვაკეთებ ამას წმინდა წერილიდან და მამათა ცხოვრებიდან. ეს არის ჩემო ძვირფასებო სულიერი სიცარიელის ბრალი. აი მე დავფიქრდი ჩემ თავზე რა თქმა უნდა. აი ჩვენ რაღაცა გაგვიხარდეს და ეკლესიაში მოვიდეს, ან მარხვა უნდა იყოს, ან დღესასწაული შობა აღდგომა, ან რაღაცა უბედურება უნდა დაგვატყდეს თავს. პირადი, საერო. აი მაშინ ცოტა შევფუცხუნდებით, მოვალთ, რაღაცას გავიკეთებთ ნიღაბს, მწუხარე თავის დავხრით თავს, ცოტა ხანი კარგად გავხდებით და ყველაფერი ისევ გავიწდება. ანუ ჩვენი სიცარიელის აღმოსება ჩვენ გვინდა მოჩვენებითი დღესასწაულებით და აი ესეთი კატაკლიზმებით, როგორიც ხდება. იოანე კროშტანტელი ამბობს ასეთ რამეს. ეს ქვეყანა, რუსეთზე არ არის ლაპარაკი და საქართველოზე, მთელ მსოფლიოზეა ლაპარაკი. მთლემარე მდგომარეობაშია, კარგად დაუკვირდით. მთლემარე არც აზინავ და არც ფხიზელი, აი ესე რო ყვინთავს. და ღმერთი მიწისძვრებით, ციქიური უბედურებებით და აი ამ ჭირი და სატკივრით აფხიზლებს მას. კი არ, ასე თქვათ, კლავს და კი არ უპავს და კი არ სჯის, აფხიზლებს. გამოფხიზლება სხვა რამეა და დასჯა სხვა რამეა. მერთმა თქვა, როგორც გითხარით, აღარ დაგცით, მაგრამ გამოგაფხიზლებთ. და რატო გამოგაფხიზლებთ? ვინ დააბინძურა მსოფლიო ბუნება? ეკოლოგია რა მდგომარეობაშია თქვენ ხო იცით თუ არ იცით? რა მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი ესე დამრჩება, ჯერ კიდევ ქართული კაცი როდის მღეროდა რომ დღეს შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია, თორე შეგწამს კალიაო, ხო? კალია კი არა, ნახეთ რა ხდება ჩემო ძვირფასებო. ეს შიში ჩვენ кайხანი გავყვება თან. აი იმ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ისე გადაადგილდება, ეხლა რომ აი როგორც წერია ბიბლიაში, რომ შიში არ იყო და შიში დაეცათო. ახლა შიში რო არ არის, ამას გეშინია უკვე. ღმერთისა არ გვეშინია და გვეშინია როგორც გითხარით ცხოველების უკვე. რაღაც მგონია რომ საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ უკვე რაღაც ბიბლიური მოვლენები ვითარდება. ეხლა ვინმე იტყოდით 2 კვირის წინ რომ ბეჰემოთი გაევლიდა ქალაქში, ანუ ვეთქვი დაიკარგებოდა. აი ეს რაღაცას, ვისაც აი დიდი ფანტაზიების და ოცნებების ილუზია გაგვაჩნდა, ვინმე ამას წარმოვიდგენდით? ვერ წარმოვიდგენთ, ხო? და თუ არ შევიცვლებით, უკვე დინოზავრები გაევლიან ნამგონი ქალაქში. დინოზავრები გაევლიან, მართლა ასე იქნება ჩემო ძვირფასებო. და
ეს ყველაფერი ვისი ბრალია ახლა? ვისი ბრალია? ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ ძალიან გთხოვთ რა. ჩვენი ღმერთი და ჩემი ღმერთი პირადად, ხო, არის სიყვარული. მე სიყვარულის სახური ვარ, მე ეს ვიცი რა. ჩემი ღმერთი არ არის წვერებიანი, მოხუცი, რისხანე, გაბრაზებული, ზოგს აგონია გაბრაზებულია, სანთელს დაუნთებს, ხარს მიუყვანს და დაწნარდება. როგორ გეკადრება ჩემო ძვირფასებო? ღმერთი ის კი არ არის ჩვენაირი გაბრაზდება და მე გადაგისვას თავზე ხელი. ღმერთი სულ ერთნაირ მდგომარეობაშია. ანუ აბსოლუტური სიყვარულია, აბსოლუტური სამართალია, აბსოლუტური სიკეთეა და მას უნდა ჩვენი ცხონება და ჭეშმარიტებასა შინა მოსვლა. ანუ წერია რომ როცა არ ესმით, როგორც მზრუნველი მამა ხანდახან სკეპლას დაიხმარებს. ოღონდ ეს სკეპლა არ არის სასჯელი. დაიმახსოვრეთ, სასჯელი არის ჯოჯოხეთი, რომელიც შენ თვითონ აირჩიე. ჯოჯოხეთი არის სასჯელი, ოღონდ ღმერთს არ ესეც ბოლო სიკეთეა. და შენ ღმერთს უთხარი უარი, იცით რომ გადაგება დაიწყოს, რომ ჯოჯოხეთი მალე დასრულდება, იწამებს ხალხი, მაგრამ მე აღარ იქნება. არა, ჩემო ძვირფასებო. აი როგორ წარმოვიდგინოთ, შენ წახვედი სახლიდან და მიდიხარ საწინააღმდეგო მიმართულებით, უკან აღარ ბრუნდები. თუ მობრუნდები და წამოხვალ აქეთ, მამა მიგიღებს, მაგრამ შენ უკან აღარ მოდიხარ და მიდიხარ სულ იქით. იქით რომ მიდიხარ, ანუ ღმერთს რო შორდები, უძღები რო გახდი და უძღები დაბრუნდა და შენ რო არ ბრუნდები, მიდიხარ უსასრულოდ იქით. ეს უკვე არის ჯოჯოხეთი, ანუ საცა შენ არ გინდა ღმერთი და ღმერთს უთხარი უარი, ღმერთს რომელიც არის სიყვარული. და თუ რამეს აკეთებს, მე ქირურგის შედარება მოგიტანეთ, ხო? აი, ვისაც არ ესმის მედიცინა, უნდა დაინახა, რომ ქირურგი აძინებს ადამიანს და უკეთებს საშინელ ოპერაციას, ამოაჭრა, ხო, მიჭრა, მოჭრა, იტყვეს საზიზღარი ჯალათი ვინ ყოფილა ეს ქირურგი, მაგრამ თუ მედიცინაში ერკვევი, მიხვდები, რომ ეს ქირურგი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი პაციენტი და უკეთებს ოპერაციას, რატო? რომ გამოკეთდეს და კარგად იყოს. აი ესე შეხედეთ ღმერთს, რომ ღმერთი არ არის ჯალათი, არამედ არის ექიმი. ღმერთი არის მკურნალი. შენ თუ მკურნალობა არ გინდა და გარბი ხარ საოპერაციო მაგიდიდან და აცხადებ რაღაც სისულელეებს და მოკვდები გეუბნება, პირდაპირ გეუბნება, წარმოვიდგინეთ, აი რამხელა ბიზნესია სიგარეტი, თამბაქო, ხო? და პირდაპირ ბილბორდებზე აწერია, რომ მოკლავს, კლავს და კლავს. თქვენ ახლა ძეხვი იყიდოთ და ეწეროს, რომ ძველია, არ შეჭამთ ხო ძეხვს. მეტი კუჭი აგეშალოს, მეტი რა უნდა გააკეთოს, ხო? და ამ დროს გეუბნება, რომ კლავს ადამიანო და მაინც ეწევი, განსაკუთრებით ქალბატონებო. ეს ხო სისულელეა. ეს ვისი ბრალია ახლა მითხარ შენ აირჩიე სიკვდილი. ვისი ბრალია, რატო იცი? იმიტომ რომ შენ ძალიან მცდარი წარმოდგენა გაქვს ღმერთზე. ძალიან მცდარი წარმოდგენა გაქვს სულიერ მდგომარეობაზე. რო ვეკითხე ხოლმე ქალბატონებს ძირითადად, იცით მამაო, აი დეპრესიაში ვარ, მწუხარებაში ვარ, პრობლემები მაქვს სახლში, მეუღლესთან, ცოლი ქმარს აბრალებს, ქმარი ცოლს აბრალებს. მე წინა გადაგებაზეც გითხარით, რომ ძალიან ბევრი დიასახლისი ახალგაზრდა გოგონა ჩივის უყურადღებობას, რომ ქმარი არ მაქცევს ყურადღებას, ჩვენ შორის არ არის სიყვარული, რაღაცა ფიქტიური მდგომარეობა. და რას ველოდებით ახლა, როგორ ფიქრობთ, რომ ეს სერიალებისა და რაღაც რომანების წაკითხვა გვიშველის და ჩვენში სიყვარული გამოისახება? არა, იცით რისი ბრალია, ჩემო ძვირფასებო? ეს არის სულიერი სიცარიელის ბრალი. შენ რო ცარიელი ხარ სულიერად, აი მე არ ვიცი, სკოლის დონეზე მინდა გაგახსენოთ. ფიზიკა, ახლა მე დიდი ფიზიკოსი და ქიმიკოსი არ ვარ, ძალიან არ მომწონდა ეს საგნები. სკოლის დონეზე გეტყვით, ეს ფიზიკოსი იყო ტორიჩელი, რომელმაც ჰაერი აწონა. ჰაერი აწონა, კოლბაში მოათავსა ჰაერი, გონია რომ კოლბა სარიელია, გამოტუმბა ჰაერი და აღნიშნა რომ ჰაერს თავისი წონა ქონია თურმე. ანუ ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს. სიცარიელი ბუნებაში არ არსებობს ყველაფერს თავისი კანონზომიერება გააჩნია. ერთი რაღაცა რო კვდება, მეორე იბადება, ანუ არაფერი არ მთავრდება, ყველაფერი ბრუნავს და ყველაფერი იბადება, კვდება, მოძრაობს, გადაადგილდება და გარკვეული კანონზომიერება გააჩნია. თუ კი ბუნებაში არ არის იცი და ხოთარ დავძენ რომ სანამ ტორიჩელი მე-17 საუკუნეში ამას მიხვდებოდა და აწონიდა, მანამდე იობის ციკში წერია რომ ჰაერს წონა არ აქვს და ესაიას ციკში წერია 700-800 წლით ადრე თანამ ტორიჩელი ამას მიხვდებოდა. ანუ ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს და ადამიანიც ვერ იტანს სიცარიელეს. და ეს სიცარიელე რომ ამოგვასოს ღმერთმა ქალს კაცი მისცა და პირიქით კაცს ქალი მისცა, მაგრამ ჩვენ გონია რომ კაცი და ქალი იმიტომ არის რომ ლოგინში ერთმანეთი შეავსონ ლუარსაბივით და დარეჯანებით, ხო და უნაყოფოდ იყვნენ მერე. არა, ჩემო ძვირფასებო. აი ეს სულიერი სიცარიელე უნდა შეავსოს ადამისა ევამ და ევამ ადამისა. არ არის მთავარი მაინც და მაინც ხორციელი ურთიერთობა. და ეს ადამიანმა რომ დაკარგა სულიერი სისავსი და სიცარიელე, ეს ყველაფერი ოჯახში გადმოვიდა მერე. და დააკვირდით
ერთი ერთ სერიალს უყურებს, მეორეს, ერთი ერთ სოციალურ ქსელშია, მეორე სოციალურ ქსელში. ყველა სახშია, ყველა ჩუმათარი, ყველა რაღაცას უსმენს, ემესიჯება, რაღაც საკეთებს, ხო, რომ მოვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დრო, ისიც არ უნდა ეზარებათ უკვე ერთმანეთთან დაწუნენ და მოეფერონ და ასე შემდეგ. ეს რისი ბრალია? კიდევ გითხარით, რომ არასწორი შეხედულებების ცოლი აბრალებს ქმარს, ქმარი აბრალებს ცოლს, ერთიც დამნაშავეა და მეორეც. ორივემ რო იფიქროს, თუ მე რა უნდა გაუკეთო ჩემ ცოლს და მე რა უნდა გაუკეთო ჩემ ქმარს, მე რა უნდა გაუკეთო ჩემ რევს და ჩემ შვილებს, ესე აღარ იქნება. რა ადვილია დააბრალო ესეთი ცივი და უკარება შემხვდა და საწყალი მე ეძებენ ვიღაცას, სადღაცას რო იქნებ სხვაგან მაინც რაღაცა გაძვრენ და გამოძვრნენ და რა ხდება? ცოდვა მრავლდება, რისხვა მრავლდება და უბედურება მრავლდება. აი პასუხი ჩემო ძვირფასებო, ეს ბევრი რაღაცა მე ჩემ თავზეც შემიძლია მოგახსენოთ. წმინდა მამების კომენტარები, რაც ეხება საიდან მოდის სულიერი სიცარიელე და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. თუ კი თქვენ ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, ხილული მიზეზები ბევრია, მაგრამ არაფერი ხილული მიზეზი არ არის, სახში ყველაფერი კარგად აქვს, ხელფასი გაქვს, სამსახური გაქვს, მასივარი სავსეა, ცივი ლუდით და ხორცით, ყველაფერი გაქვს, ანუ მანქანა ყავს, სახლი გაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. ანუ გარეგნული არანაირი პრობლემა არ არის სევდაში რო ჩავარდე. ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე გულზე სევდა შემოგაწვევათ, ანუ სევდა მაინც შემოგაწვა, ყველაფერი გაქვს, მაგრამ სევდა მაინც შემოგაწვა. იცოდეთ, რომ თქვენი სული სიცარიელეში იმყოფება და სწორედ ამით არის დამძიმებული. ანუ შენი სული სიცარიელეში იმყოფება და სიცარიელე ამძიმებს მას. იგი ეძებს არსებას, რომელიც ავსებს მას სიყვარულით, სიტკბოებით, სიცოცხლით, სიხალისით, იმედით, ერთი სიტყვით ის ეძებს ვის? ქრისტეს, რომელსაც ერთადაც შეუძლია მისცეს გულს განსვენება და ტკბობა. ანუ შენ ქმარო, ცოლო, მღვდელო, მრევლო, ვინც ახარ, თუ ქრისტეს არ ეძებ და ქრისტესთან არ ახარ, ანუ არ ეზიარები, არ იცვლები, არ ლოცულობ, არ მარხულობ, შენ რჩები ცარიელი, თუმცა გარეგნულად ბუტაფორია ხარ, ფარისეველივით, ყოველ კვირა წამოჭიმული ხარ, შეიძლება აქ მოდიხარ, ეზიარები, მარხულობ, მაგრამ არაფერი შენში არ იცვლება. ანუ შენთან ქრისტე არ არის და შენთან რო ქრისტე არ არის, ცარიელი ხარ და ეძებ პრობლემას ქმარში, ეძებ პრობლემას ცოლში, მეგობარში, ქვეყანაში, ხელისუფლებაში, მეგობრებში, ყველგან ეძებ რაღაც პრობლემას, მაგრამ ვერ პოულობ, იმიტომ რომ გადასული ხარ უკვე რელსებიდან. მთავარი ვინც არის შენში და ვინც უნდა შემოსულიყო, ის გაწეული გაქვს გვერდზე და აი ესეთ რაღაც მოკლედ რაღაც ისულებს ხარ გამოკიდებული. ღირსი პაისი ათონელი, ეს იყო იოანე კროსტანტელი. როცა ვერ ხედავ ადამიანს, რომელიც ძლიერი სულიერი შფოთით, დარდით, სევდით იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აქვს, რაც მის გულს მოესურვება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ იგი უღმერთოდ ცხოვრობს. აი არ გინახეთ, ეხლა მე არა ვთქვათ ეხლა რომ ევროპის დასავლეთის წინააღმდეგი ვარ, არა. ყველაფერი აქვს ევროპაში, დასავლეთში ადამიანები. მართლა ყველაფერი აქვს. პრობლემა არაფერი არ აქვს, ხალხო. სამსახური გინდა, სახლი გინდა, გრანტი გინდა, ფული გინდა, მანქანა გინდა და როგორი დანაყულებულები და როგორი პრობლემატურები არიან, ხო? ეძებენ კიდე რაღაცას ჩამოვდიან, ნარიყალაზე გაევლიან, გამოევლიან, მოკლედ ვერაფერი. ქრისტე დაკარგული ყავთ ჩემო ძვირფასებო და იგივე გვემართება ჩვენ. ეხლა არ ვითხრათ რომ ვაზვიადებ. ევროპაში უკვე ფაქტობრივად მართლმადიდებლობა შეიძლება ითქვას რომ ერთეულ ადამიანებს შეღაა შემორჩენილი, მიდის ისლამიზაცია სერიოზული, მეჩეთები შენდება, კათოლიციზმის სახით რაღაცა ბუტაფორია დარჩენილი ქრისტიანობის და ფაქტობრივად ქრისტე მთელი ევროპული კულტურა არის დამყარებული ქრისტიანობაზე, ხო ასეა? და ეხლა ევროპის კონსტიტუციაში საერთოდ აღარ არის ნახსენები ქრისტიანობა. ეს რაზე წარმოვიდგინე, რაზე შეიქმნა ეს მთელი ამხელა ქვეყნიერება და რაც იყო მთავარი, ის ყველაფერი დავიწყებული აქვს და უკვე იქ სხვა ფასეულობებია სამწუხაროდ. და ჩვენი კურსი სამწუხაროდ ევროპული ყოფილა, დასავლეთისკენ მივდივარ და ამ დროს იგივე პრობლემები, იგივე სიცარიელე, ხლა არ თქვათ ვიღაცამ რომ ვიტყვი რომ რუსეთი კარგია და რუსეთში ქრისტეა მთავარი და ყველა ქრისტიანია რუსი, აბა იქ არის უბედურება და აბა იქ არის ლენინიზმი და სტალინიზმი და უბედურება და რაღაცეები და თავიანთი გაჭირვებია და მასონების მონობაში ყაფავენ სულს და სერიოზული განხეთქილების წინაშე არიან. ანუ რა მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, რომ
ჩვენ ნუ ვეძებთ სხვაში სიცარიელის შევსების საშუალებას. საკუთარ თავში დაინახეთ. არ გეფერებიან, არ უყვარხართ, არ კითხულობენ, შენ მოეფერე, შენ მოიკითხე, შენი ლოცე, ოღონდ ქრისტესთან ერთად. არა ვიღაც სერიალის გმირებთან, არა ვიღაც ამ სოფლის მეოცნებე თავადებთან და ოლიგარქებთან. კიდე მინდა ხაზი გაუსვა აი ამ გაჭირვების ხანაში, ხო? ესე იგი, თელი აი ამ პრობლემის მერე მიდის ლაპარაკი იმაზე, ვინ რამდენი ჩარიცხა და ნუ გეშინიათ ახალი ზოპარკი გექნებათ. ესე იგი, თურმე ჩვენი ტრაგედია ყოფილა ზოპარკის დაანგრევა და თანხები ჩაირიცხება და ყველაფერი კარგად იქნება. აი ჯვარი გვწერი ახლა არ მინდა რომ თქვა რომ კიდე რაღაცა მოხდება, მაგრამ თქვენც ხო ხვდებით რომ ეს პირველი არ არის და უკანასკნელი არ იქნება რა. კი არ გთარსავთ ხალხო, მაგრამ თუ ვერ მივხვდით რომ ზოპარკი კი არ არის მთავარი და თანხების გადარიცხვა კი არ არის და ახალგაზრდების გამოსვლა კი არ არის მთავარი. მე პატრიარქს არ განვიკითხავ, მაგრამ მე რომ ვიყო მაღალი იერარქი მაგალითად ბიბლიაზე დაყრდნობით, ხო? იმ უბედურების მერე გამოვაცხადებდი ერთკვირიან მინიმუმ სამკვირიან მარხვას და ვიტყოდით ქართველებო, მართლმადიდებლობო, არაქართველებო, თუ ხართ მართლა გონიერი ხალხი, ესე კი არა მარხვა, მოდი ერთი სამი დღე რა, არ ავჭამოთ, არ დავლიოთ, ტელევიზორები გამორთოთ, ახსარებები ვთქვათ, მივიდეთ ეკლესიაში, შეურიგდეთ, ვიზაც გაბრაზებულები ვართ, მოვინანიოთ და დამერწმუნეთ, რომ არაფერი ცუდი აღარ მოხდება ქვეყანაში. მაგრამ ეს ვიღაცა ხომ მარხულობთ კაცო, რას ლაპარაკობ, მარტო თევს ავჭამ 4 საბათი პარასკევის გარდა. ეს არ არის მარხვა, ეს არის ჩვენი რაღაც მოკლედ ნუგეში, კიტრა და პამიდორზე ცხოვრება და არანაირი ცვლილება. ასე რომ თუ ჩვენ მართლა გულით და სულით არ ვიმარხულეთ და მარხვა არის ცვლილება საკუთარი ცხოვრების და ღმერთში ნუგეშის პოვნა. ნახეთ რა ხატია ჩვენ ამბიონის წინ, დეკით მტკიცე და შეულყელა და არის გამოსახული არა ის არის თქვა ან რაღაც ავტომატი ან ფარი და ხმალი, არამედ ღუზა. ღუზა ეს არის იესო ქრისტეს სიმბოლო, რომ ჩვენი ღუზა, ჩვენი გემი ეკლესიაა და ღუზა არის იესო ქრისტე, რომელიც გუშინ დღეს და ხვალ არის ერთი და იგივე. აროს არ მიგატოვებს. შეიძლება დედამ და მამამ მიგატოვოთ, მაგრამ ქრისტე არ მიგატოვებს არასოდეს. მაგრამ შენ თუ მიატოვე ქრისტე და ხელი კარგი და შენ აირჩიე სიკვდილი სიცოცხლის მაგივრად, რა შუაშია ღმერთი ჩემო ძვირფასებო. ან რა შუაშია ის სასტიკი ქადაგებები, აი ნახეთ როგორ გააბრაზეთ თქვენ ღმერთი, ჩვენ ღმერთს ვერ გავაბრაზებთ, იმიტომ რომ ის სიყვარულია. ყოველგვარი ჩვენი ცოდვა ვერ აწონის მის ერთ წვეთ სიყვარულს. ის იმდენად დიდი სიყვარულია. ეს დაიმახსოვრეთ კარგად და ნუ აშინებთ ვიღაცეებს და ნუ ეუბნებით რომ აი შენ თუ არ ივალი ახლა ეკლესიაში, კიდე უარესი წარღვნა მოხდება. შენ რომ დადიხარ რა იცვლება? არაფერი. ამიტომ დადიხარ თუ არ დადიხარ, მარხულობ თუ არ მარხულობ, ეზიარები თუ არ ეზიარები და რა მდგომარეობაში ხარ, გადახედე შენ ცხოვრებას და შენ თავში მოუხმე იესო ქრისტეს და არ უნდა მოხმობა ვდგევარო და ვაკაკუნებ თქვენი გულის კარებზეო გეუნოთ. რაღაცა შორს კი არა ვარო, აი თუ დგავარო და შენგან რა მინდაო, იცი რომ მარტო კარები გააღო და მე შენთან ვივახშმებო და შენთან რომ ქრისტე ივახშმებს, ანუ შენ რომ მასთან ივახშმებ ზიარების სახით და შენ გულს რომ დაუთმობ იესო ქრისტეს, დამერწმუნდეთ. 100%-იანი შემიძლია გითხრათ, რომ აღარც ზოპარკი განადგურდება, აღარც გზები გაფუჭდება და ამდენი უსახკალო, უბედური და გაჭირებული ადამიანი მართლა აღარ იქნება არც საქართველოში და არც სოფლიოში. ღმერთმა დალოცულები გამყოფა შემოკარგებო, ღმერთმა გაგახაროთ და სულიერი სიცარიელე არის უღმერთობა და უქრისტეობა. მოუხმეთ ქრისტეს და თქვენში იქნება ჰარმონიული ცხოვრების წესი და შეგიყვარდება თქვენი ქმარი, შეგიყვარდება თქვენი ცოლი, თქვენი შვილები და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. ჩვენთან არის ღმერთი.